ანუ შენ რომ ოჯახს ეყიდე ამისთვის გადაიხადეს 500 მანეთი ჩექმა და ნაჭერი საპალტო ნაჭერი რომელიც მართლა მესი ცვლილება ამის გამეორება დავდექით ძიმე რეალობის წინაშე შენ ელოდებოდი იმას რაც აქ ხვდა ისევ ტყუილში აღმოჩნდი გაემართლებინა თავისი ორსულობა რაღაცით ამისთვის დაჭირდა ამ ადამიანის აპატიმრება? ამიტომ სხვაზე საუბარი უფრო ადვილია და სხვისი გაწირვა უფრო ადვილია, რა თქმა უნდა. რია ამის გავრცელება რომ მამიდის ქმართან ჰქონდა ძმისშვილს ურთიერთობა მისგან დაორსულდა და მერე სხვა დაიჭირეს. ამის ეს საჯაროდ თქმა არ არის მარტივი. მან გამიგრია ოჯახი. შეიძლება არც იცია სოფელში ეს ამბავი ხვდები. მე კატეგორიულად მოვწყოვე მას. მამის ვინაობა. როგორ იპოვე ბიოლოგიური ოჯახი? ვეძებ ბიოლოგიურ მამას. ანუ სიმართლეს იმიტომ არ გეუბნებოდნენ რომ შენთვის კარგი უნდათ? არა მგონია, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. უკვე მეორე პოდკასტია, როდესაც გასხობ ფორმატში ვწერთ ინტერვიუს წერთ იმიგრანტთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული ქალბატონი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და ძალიან ბევრს სურს ჩვენ პოდკასტში მონაწილეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დრო დაუთმოთ. თუმცა მაინც სრულფასოვანი ინტერვიუ და სრულფასოვანი პოდკასტი ვერ გამოდის, ამიტომაც უმორჩილესი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ გიყურებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, თუ გიყურებს ადამიანი, რომელიც რომელიმე კომპანიაში მუშაობს და შეუძლია ჩვენი დახმარება, ძალიან გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ. განსაკუთრებით მოთხოვნა არის საბერძნეთიდან და იტალიიდან. საჭიროა მხოლოდ 3 ადამიანის ფრენა და სასტუმროში განთავსება. რამდენიმე დღეთ იმისთვის რომ მათთან ყველასთან ჩავწეროთ პოდკასტები და ინტერვიუები და შემდეგ თქვენ შემოგთავაზოთ. თქვენ არიცით რამხელა მადლს გააკეთებთ თუ დაგვეხმარებით და თუ ჩაგვაწერინებთ პოდკასტ საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმცა მანამდე გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ თქვენთვის ასრული პოდკასტი, ბლოგი, ინტერვიუ ან რეკლამა თქვენი სოციალური ქსელისთვის, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი კი გახლავთ თათია ლავანდა ალანია. დავიწყო თავიდან. ჯერ პირველი მიხარია რომ მოგვეცა ესე გასაუბრების საშუალება და როგორც იქნა შენი ისტორიის საჯაროდ გამოტანის საშუალებაც. დავიწყოთ თავიდან, შენი ბავშვობიდან. როგორ და მოგესალმებით პირველ რიგში. თელს ჯგუფი ვეძების შემადგენლობას, რადგან მომეცა მადლიერების გამოხატვის საშუალება, თქვენი დახმარებით ვიპოვე სულიერი სიმშვიდე. მე გახლავართ ალანია ლავანდა, რომელიც ვიმყოფები ამჟამად ემიგრაციაში და მინდა ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. თუ როგორ იყო ეს 53 წელი ჩემს ცხოვრებაში და თუ რა გამოვიარე, როგორ გამოვიარე, რა თქმა უნდა, მე ვარ ძალიან ძლიერი, თქვენი ჯგუფის დახმარებით გავიხსენი და ის ლავანდა დავინახე, მეგონა ჩემი საკუთარი თავი ვიყავი უსუსური, მაგრამ ძალიან ძლიერი აღმოჩნდი და ამიტომ მინდა ჩემსავით ჯგუფი ვეძებში, ვინც კი ეძებთ. იყოთ მაგალითი, მე როგორც დედა, 4 შვილის დედა, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ბოლომდე. მინდა გითხრათ, როგორც ვიცი და როგორც მიყვებოდნენ, ბავშვობა მქონდა ძალიან კარგი, სადაც გავიზარდე. სად გაიზარდე? ძალიან მე დავიბადე, როგორც დღეს ირკვევა, ქალაქ სენაკში 1982 წელს 9 სექტემბერს. მაგრამ ისიც ირკვევა ნამდვილად ვარ დაბადებული თუ არა 1982 წლის 9 სექტემბერს. ამიტომაც მოყვები მთელს ჩემს ისტორიას ნაწილობრივ. დავიბადე ქალაქ სენაკში, სადაც ცხოვრობს ჩემი მშვილებელი ოჯახი. ძალიან კარგი მამა მყავდა, ძალიან კეთილშობილი ადამიანი,
რომელმაც ჩემამდე მოიტანა სითბო, სიყვარული, ადამიანობა. მე ვარ ოჯახის მადლიერი, იმ ოჯახის, იმ მამის, რომელმაც ჩემში ის ადამიანობა ჩანერგა, ჩათესა, რომ მე ასეთი ლავანდა ყოფილიყავი. ყავს დედა, რა თქმა უნდა, დღესაც ცოცხალია, რომელმაც მიშვილა და მინდა ასე ვთქვა, ვიყავი 14 წლის. ბავშვობა მქონდა, რო ვთქვათ, ძალიან ლაღი, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ასე პირდაპირ მინდა ვისაუბრო, მარტო ამ პოდკასტით არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა, კიდევ ვისაუბრებ ბევრ რაღაცეებზე, ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო და არ დავასეხელო მხოლოდ სახელი და გვარები და თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მე ყველაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ სრული უფლება გვაქვს ჩვენ იმ ადამიანებს, იმ ბავშვებს, თუნდაც ნებაყოფლობით გაშვილებულებს, თუნდაც მოპარულ ბავშვებს ვიცოდეთ სრული ინფორმაცია, ვინ ვარ, რას წარმოვადგენთ, სად დავიბადეთ, ჩვენი მშობლების ვინაობა, რადგან მარტო ჩვენ, კი არა, მე ვარ მაგალითად 4 შვილის დედა, მაინტერესებს სადაური გენეტიკა მაქვს, ვინ არის ჩემი მშობლები, ვინ არის მამა, მე მგონი ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვიცოდეთ ეს თემა. შენ როდის გაიგე აყვანილი რომ იყავი, გრძნობდი? არა, მე კი გრძნობდი. მე ვერ ვიტყვი, რომ ვერ გრძნობდი. მქონდა ძალიან ბევრჯერ იმის აი ფიქრობდი, რომ ჩემს ბავშვობაში აი ცოტა სიცივე რო არ იყო ჩემს ცხოვრებაში, არა გოგოებო, ძალიან რთული ცხოვრებით მოვდივარ დღესაც. 44 წელი იცის ადამიანებმა და ვინც კი მიცნობს ნამდვილად რეალურად, მე არ მქონია ის სიამტკბილობა, რომ ვილაპარაკო, უი რატო ვეძებდი მშობლებს და რატო არა. მე ამას ვგრძნობდი, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი ამ სიცივეს და გადავდგი ეს ნაბიჯი და ვიმყოფებოდი ემიგრაციაში მოსკოვში, როცა მამა დამეღუპა, მამა დაიღუპა. და მოდის ქალბატონი, რომელიც მეუნება, იმდენად განვიცადე მამის სიკვდილი, იმდენად, რომ ასე მეგონა, რომ თავზე ჩამომემხოცა და რომ მეუბნება ეს რუსი, რომ რატო ტირი, აი ასე რატო განიცდი, ის ხომ შენი ბიოლოგიური მამა არ არის. და უკვე აქ ასე მეგონა, რომ თავზე ჩამომექცა მთელი დედამიწა. და ვინ იყო ეს ადამიანი, ვინც ეკითხათ? ეს იყო რუსის ქალბატონი, სადაც ჩემი გამზრდელი დედა მუშაობდა, ეთყობა იცოდა, რა თქმა უნდა, მისიდან გამომდინარე, ვინ იყო, რა იყო, რო ვიყავი ნაშვილები, ეს ყველაფერი იცოდა და მარტო მოსკოვში არ მომხდარა ეს, ვიყავით თან კრასნოდარშიც, იქაც იყო ესეთი ჭორის დონეზე მოდიოდა ჩემთან ყველაფერი. და შენ რომ ეს გითხრეს, რომ მამა არ არისო, რაკენი დაელაპარაკე დედას? მე მოვყვები ახლა, მე ჩამოვედი, რა თქმა უნდა, მამის გასვენებაზე მოსკოვიდან ჩამოვედი და დაუსვი საკითხი დედას. მაგრამ დედა მაინც ეცადა იმას, რომ ჩემთვის სიმართლე არ ეღიარებინა. ყავდა დედის დეიდა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. ცხოვრობდა ის ფოთის რაიონში და მასთან წავედი და ვთხოვე, რომ ძალიან ვთხოვ. მე მას ყველაფერს შევხედე ლაითად, მაგრამ მინდა რომ ვიცოდე სიმართლე. და პასუხი ეს იყო, რომ დიახ, შენ ხარ ნაშვილები, შენ გიყიდეს, როგორც ხდება ხოლმე, ფულზე. გადავიხადეთ თანხა. რა თანხაზე იყო ლაპარაკი? იმიტომ რომ თანხაზე იყო ლაპარაკი თითქოს და რა რაოდენობაზე თუ იცი? ბიოლოგიურმა დედამ გამაშვილა და გადაიხადეს ჩემში თანხა. ხო და რა თანხაზეა ლაპარაკი, ხომ არის? ეს თანხა არის, რომ აი რამდენი ამას ვკითხულობ. რამდენი? ასე მეუნებოდნენ, მე კი მწვენი ამაზე საუბარი, მაგრამ თითქოს და ერთი ჩექმა, აი ჩექმა სამარცხვინო 500 მანეთი ფული
და საპალტოე ნაჭერი თითქოს და ისიც კი ახსოვდათ რომ მწვანე ფერის ფიგურირებს ამ საკითხში თითქოს და ეს ჩემს სანაცვლოდ გადაიხადა ჩემმა ოჯახმა. ანუ შენ რომ ოჯახს ეყიდე ამისთვის გადაიხადეს 500 მანეთი ჩექმა და ნაჭერი საპალტო ნაჭერი რომელიც მართლა მესიცილება ამის გამეორება მართლა სინდისი ფენჯნის და აი მივდივარ იმ დონემდე გული სულ ცრემლით მაქვს ნუ თუ შეიძლება 9 თვით შვილი ატარო მუცლით და მე ის ამ რაღაცაზე გაცვალო თუ შექმნები ხდება ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში შეგვიძლია როგორც ადამიანს გავესაუბროთ ვილაპარაკოთ როგორც ხალი ხალთან როგორც დედა დედასთან მეც თავად 4 შვილის დედა ვარ და მე ეს ყველაფერი მესმის ყველა შეცდომა ყველა ის გავლილი წლები არავის არ განვიკითხავ არავინ არ განმისჯია მაგრამ მეც ადამიანი ვარ მეც მაქვს ჩემი თავმოყარეობა მეც მინდა ვიყო სულიერად მშვიდად რომ მე გავიგო სიმართლე ბოლომდე მიუხედავად იმისა თქვენი დახმარებით აი ამ ბიოლოგიური დედა უკვე ვიპოვე რა თქმა უნდა ისე არ ვსაუბრობ მაგრამ ამ ეტაპზე სახელ და გვარს არ დავასახელებ იმიტომ რომ დღეს ისევ ძიებაში ვარ ბიოლოგიური მამის მოიცა მაქამდე მივალთ ჯერ რომ გაიგე რომ იყავი აყვანილი და დეიდამ რო დაგიდასტურა დეიდამ გითხრა გვარი სახელი წარმომავლობა რამე ინფორმაცია რომ გეპოვა მე მითხრა დეიდამ მითხრა ვითომ მან წამომიყვანა სამშობიარო სახლიდან ეს ქალბატონი იყო თითქოს და გურიიდან მაგრამ ღამით საღამო ჟამს აიყვანეს ტაქსით ჩამოსვეს და იმასაც მისახელებდა თითქოს ამ ეზოს სადაც მიიყვანეს ჰქონდა გორაკივით ასასვლელი ფერდობი და შემდგომ დაემთხვა ეს სიმართლე აღმოჩნდა არა ძვირფასო არა ჩემო ძვირფასო ეს რა თქმა უნდა არის სიცრუე იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მომდიოდა თითქოს და ვიყავი ლენინგრადიდან პიტერიდან ჩამოყვანილი ვიყავი კიდე ძალიან ბევრი იმიტომ რომ ყვალს მირევდნენ რა თქმა უნდა ცდილობდნენ რომ მე ეს გამოძიება ეს ფარხმალი დამეყარა და ამას არ გავყოლოდი რატომ იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცა ხდებოდა რომ თითქოს და ჩემს უკან რაღაც დიც მალავდნენ და ანუ სიმართლეს იმიტომ არ გეუბნებოდნენ რომ შენთვის კარგი უნდოდათ არა მგონია მე მგონი ეს ჩემი გადასაწყვეტია ყველა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ სიმართლე რანაირადაც მწარე არ უნდა იყოს რანაირადაც რთული არ უნდა იყოს ეს ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენ ამას მივიღებთ თუ არ მივიღებთ უკვე აქ ჩვენზეა საუბარი ჩვენ როცა უდანაშაულო ბავშვები თუნდაც ფულზე გაყიდულები თუნდაც მოყარული ბავშვები თუნდაც ყველაფერი თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წუთით ჩემს ადგილზე თუ რას განვიცდი თუ რა განვიცადე თუ რა გამოვიარე ერთმა უფალმა და მეორე ვიცი მე რა ცხოვრებით ვიცხოვრე და რა ბრძოლა მიწევს დღევანდელი დღის ჩათვლით რომ მე გავიგო ბოლომდე სიმართლე და მე სულიერი სიმშვიდე ვიყო. აი ეს მჭირდება პირველ რიგში. როგორ იპოვე ბიოლოგიური ოჯახი? ბიოლოგიური ოჯახი, რა თქმა უნდა, ვიტყვი თამამად თქვენი დახმარებით, როცა თქვენ ჩაბრძანდით. ძალიან უცნაურად. ხო, გაიკეთა გენეტიკური ტესტი მეორე ხარისხის ბიძაშვილმა. ათენში. ეს ხო, არა, მილანში. მილანში, ხო, ბოდიში. მილანში. თქვენი დამსახურებით ისევ და ისევ თქვენი დამსახურებით. გაიკეთა მილანში, რომელიც ეძებს საკუთარ შვილს. დღემდე მას გონია, რომ მისი შვილი ცოცხალია, რადგან იუსტიციაში როცა მოიძია
შვილი არ ჩანს გარდაცვლილად. მას ფაქტიურად არ არსებობს დოკუმენტი, სადაც გარდაცვალების ცნობა არის მითითებული. ანუ ქალბატონმა გაიკეთა გენეტიკური ტესტი მილანში, იმიტომ რომ ეძებდათ საკუთარ შვილს და გიპოვა შენ, თავისი ბიძაშვილი. აქედან გავედით კვალზე, აქედან მიპოვეთ შენი ბიოლოგიური მშობელი, დედა და დავდექით ძიმე რეალობის წინაშე. შენ ელოდებოდი იმას, რაც აქ ხვდა? არა, მე არ ველოდებოდი, მე გავიკეთე რა თქმა უნდა 10 წლიანი ძიებით, რა თქმა უნდა გენეტიკური ტესტი, იმიტომ რომ მართლა ვეძებდი და მინდოდა რომ მივღწევოდი ამ ყველაფერს, გავიკეთე, რა თქმა უნდა მისი დამსახურებით უფრო ადვილად გავედით კვალზე ჩვენ ძიებაში მან ახლა დაიწყო ეს შვილის ძიება და მე უკვე ჩართული ვარ დაარსების დღიდან. ვინ იპოვე ლავანდა და რა აღმოჩნდა სიმართლე? თუ ბოლომდე არ ვიცით კიდევ სიმართლე რა არის? ვიპოვე ბიოლოგიური დედა. ბიძაშვილის დახმარებით, მაგრამ ბოლომდე სიმართლე ნამდვილად არ თქმულა ჯერ. ვეძებ ბიოლოგიურ მამას. ჯერ დედაზე მოგვიყევი. დედა, ბიოლოგიური დედა, როცა გავესაუბრე ბიძაშვილს, მითხრა, რომ ესეთი მსგავსი არ ხდებოდა მათ სანათესაულში და რამოდენიმე დღის მერე დამირეკა და მეუბნება, ლავანდა, შენ მზად ხარ იმისთვის, რომ გაესაუბრო შენს ბიოლოგიურ დედას? დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. დასაკარგი ნამდვილად არაფერი არ მაქვს. ეს იყო ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, იმ წამსვე გაკეთდა ჯგუფი მთელი სანათესაო და რა თქმა უნდა, ჩართეს დედა, ბიოლოგიური დედა, რომელმაც დაიწყო ტირილი, რომ თითქოს მე არ ვიცოდი, რომ ცოცხალი ვიყავი, თითქოს რომ ჩემში ფული არ იყო გადახდილი და რომ მას ბავშვი მოპარეს. დიახ, რომელიც სამშობიარო სახლში მოპარეს და ის 43 წლის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მისი შვილი იყო დაღუპული და ძალიან განიცადა პირველი ჩვენი საუბარი მან. და მართლა განიცადა შენი აზრით თუ დღევანდელი დღის გადმოსახედიდან მე ისევ ტყუილში და სიცრუის მსხვერპლი ვარ. ისევ ტყუილში აღმოჩნდი. რამაც გადამაწყვეტინა, რა თქმა უნდა, მე მინდოდა ჩამოვსულიყავი და პირისპირ თქვენთან დამждარიყავი და რაც უფრო ცლად მესაუბრა ამ ყველაფერზე, მაგრამ მე პირდები საზოგადოებას, მე უბრალოდ იმიტომ ვიმყოფები ახლა ამ ეტაპზე იტალიაში საბუთებს ველოდები და რა თქმა უნდა, მოვა ის დროც თქვენთან დავждები პირისპირ და ჩვენ უფრო სახელი და გვარებითაც ვისაუბრებთ ყველაფერს აბსოლუტურად. ამ ეტაპზე იმიტომ ვიყავებ თავს საუბრის კიდე იმედი გაქვს. გამომდინარე, რომ იმედი გაქვს. აი ვეძებ ისევ ბიოლოგიურ მამას. მოდი, ეს ეტაპობრივად მივყვეთ. დედას რომ ესაუბრე, მან გითხრა, რომ თითქოს და შენი თავი მას სამშობლოდან მოპარეს, რაც აღმოჩნდა სიცრუე. დიახ. ეხლა ის გათხოვილია, ოჯახი ყავს? ახლა ვიტყვი ამ ეტაპზე როგორც ვიცი და როგორც ნათესავები მეუბნებიან, რომ ის არც გათხოვილა, არც შვილი არ ყავს? არა, როგორც თვითონ მიყვებიან, რომ შვილი არ აყავს, არის მარტოხელა ქალბატონი, ყავს ძმა, რომელიც არის ავადმყოფი და ცხოვრობს ძმასთან ერთად, რომელიც უვლის ძმას ამ ეტაპზე და ოჯახი ერთი სიტყვით არ ყავს. მე მეგონა რომ ყავდა ოჯახი, თუმცა თუ ოჯახი არ ყავს, უცნაურია მისი დამოკიდებულება და ეს აქცელი ნამდვილად უცნაურია. კარგი, მამასთან დაკავშირებით რა გითხრა? აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბავი. პირველი ჩვენი საუბარი დამთავრდა ამ ტირილით, ამ ქვითინით, ამ ვითომ და მოპარეს მას შვილი და მე ვთხოვე მამის ვინაობა. აუცილებლად ვუთხარი, როგორც ერთი მხარე მაინტერესებს, ისე მაინტერესებს მეორე მხარე.
მან მითხრა, რომ ეს და ეს პიროვნება არის მამა შენი. სადაც მე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, მეკითხა თუ ის იყო თუ არა ცოცხალი. მან განაცხადა, რომ არ იყო ცოცხალი. მე ასე ვთხოვე და ვუთხარი, რომ დამეხმარეთ, რა კი თქვენ მეუნებით და ამტკიცებთ, რომ ის მამა არის ჩემი, მინდა რომ კვალზე ბოლომდე გავიდე და როგორც დედა, ისე მამაც მეყოლა. მან მითხრა, არ არის პრობლემა, თავადაც მივიდო და იმ ოჯახში, სადაც ცხოვრობს ამჟამად ეგრეთ წოდებული მამის ძმა და მიიტანდა შესაბამისად დნმ ტესტს, თხოვდა, რომ მე დამხმარებოდა და გაეკეთებინა დნმ ტესტი. რა თქმა უნდა, გავაგზავნეთ გურიაში. სანამ გენეტიკურ ტესტამდე მივალთ, მანამდე მინდა რომ ძალიან მოკლედ მოვყვე ამბავი. მამაკაცი, რომელიც თითქოს და იყო მამა შენი, იყო დაჭერილი შენმა ბიოლოგიურმა დედამ, შენ ბიოლოგიურ მამას უჩივლა, დედის ოჯახმა უჩივლა, თითქოს და დედა გაუპატიურა. არასრულწლოვანი იყო და მოხდა გაუპატიურება და რა თქმა უნდა შესაბამისად გახდა ორსული. დაორსულა არასრულწლოვანი გოგო, გაუპატიურა, ამის გამო ეს მამაკაცი დააპატიმრეს და რამდენიმე წელი იყო დაპატიმრებული. ეს ადამიანი იყო დაპატიმრებული, მე მოვყვებით ამონა, იმიტომ რომ პირველი ჩვენი საუბარი ძალიან ძალიან მეცინება ამ ამბავზე, იმიტომ რომ ეხლა ვიტყვით რატომაც. ახლა მე მოვყვები ამას უფრო ცოტა დეტალურად. ეს ამბავი მოხდა ჩვენ როცა დნმ ტესტი ეს თავიდან ჯერ არ თქვა ის ბოლოს თქვათ. მანამდე უბრალოდ თავიდანვე ეს ჩემთან აღიარებული არისო. ხო, შენთან არ მოყოლია ეს. როცა დედამ მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მამა ჩემი, რა თქმა უნდა, შესაბამისად გადავწყვიტე დნმ ტესტის გაკეთება მისთვის. მისი ოჯახის წევრებისთვის. დიახ, ძმას, ბიოლოგიურ ძმას. ის რომელიც ძალიან აღფრთოვანებული შეხვდა ჩემს გამოჩენას, რომელმაც მითხრა, რომ თითქოს და მათ ეგონათ, რომ ვიყავი გარდაცვლილი, რომ იყვნენ ძალიან მოხარულები, მთელი ოჯახი, მთელი სიტყვა და სიყვარულით მიმიღეს, რა თქმა უნდა. ანუ მათ იცოდნენ შენი არსებობა და იცოდნენ, რომ შენ გამო ეს ადამიანი ციხეში იჯდა და რა თქმა უნდა, იცოდნენ, იმიტომ რომ ამ საქმეზე იყო მისი ძმა დაჭერილი და იცოდნენ, რომ ეს ქალბატონი იმყოფებოდა ორსულად და ამ რა თქმა უნდა, მთელმა გურიამ იცოდა ეს ამბავი, თითქოს და ის პიროვნება იყო მამა ჩემი. რა თქმა უნდა. ამიტომაც ძალიან სიხარულით შემხვდნენ ესენი, თან იმასაც მეუნებოდნენ, რომ რო გიყურებთ ასე ბებია შენს გავხარ მამის. ამ კაც სხვა შვილები არ ყოლია მამას. ყავს, 3 ქალიშვილი ყავს, დიახ, რომლებიც იმყოფებიან ამერიკაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ დას, თითქოს დას დაუკავშირდი და ვთხოვე, რომ ჩემთან გამოსულიყო კონტაქტზე. რა თქმა უნდა, მაშინათვე მოხდა ბიძასთან დარეკვა, მითხრა, რომ დაგეხმარებით, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, მაგრამ ისიც მითხრა, რომ ჩვენ ისეთი მამა ყავდა, ხატად ყავდა საფიცრად და ვერც კი წარმოვიდგენთ თუ ასეთ რამეს გავიგებდითო გოგოებმა. ხო. მოკლედ მოვიდა გენეტიკური ტესტის პასუხი და დიახ. მოვიდა გენეტიკური ტესტის პასუხი, რომელსაც რა თქმა უნდა მე მქონდა ტელეფონში ჩატვირთული და ვაკონტროლებდი რა თქმა უნდა მე და როცა ეს ყველაფერი დავინახე, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მახსოვს იმ დღეს გონება დავკარგე, რა თქმა უნდა, ხელიც დავარტყი, არ ვიცი აი რა ბლაგვსაგანს და სულ მქონდა ჩასისხლიანებული ეს ხელი, იმდენად განვიცადე, იმიტომ რომ თავმოყარეობამაც შემაწუხა მივადექი ამ პიროვნებას, თვითონ ამ მამის ძმამ მესაუბრა ყველაფერი თუ როგორი იყო, რანაირად იყო, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი მზად იყვნენ
ჩემს მისაღებად, რომ დღესაც კომუნიკაცია აქვს ამათ ჩემთან, ჩვენ შენ არ დაკარგავ, შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და შენ იქნები ლავანდა ჩვენს ოჯახი, რა თქმა უნდა, რომ ჩამოხვალ აუცილებლად უნდა. მოკლედ, საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ადამიანი მამა შენი არ არის. არ არის. ახლა ვიტყვი ეგრე. ეს ადამიანი არ აღმოჩნდა მამაჩემი. ანუ ტყუილად იჯდა, ამას ვკითხულობ, ტყუილად დაიჯდა. რა თქმა უნდა, ანუ გაუპატიურება არ მომხდარა? არა, თვითონ მისი ძმა ამტკიცებს, რომ ის პიროვნება, რომელზეც იყო ეს მითითებული, იძახის, რომ ჩემი ძმა სული ძახდა, რომ ის ქალიშვილი არ იყო და მე არაფერში არ ვარ დამნაშავე, მაგრამ ის პიროვნება იყო ასაკით უფრო დიდი, რომელსაც თითქოს და არ დაუჯერეს, იმიტომ რომ მაშინ 90-იანი წლები ყველამ ვიცით, რომ იყო შაუბნელი სამყარო, ვერც გაიგებდა ადამიანი თუ რა იყო სიმართლე. და რაში დაჭირდა ამ ადამიანზე ჩივილი, თუ მსგავსი არაფერი მომხდარა? თავისი ორსულობა რომ რაღაცნაირად იმას ეკრა? რა თქმა უნდა, რომ გაემართლებინა თავისი ორსულობა რაღაცით ამისთვის დაჭირდა ამ ადამიანის აპატიმრება? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუტანეს საჩივარი და რა თქმა უნდა დააკავეს ეს პიროვნება. იყო დაკავებული ეს პიროვნება, რომელიც იჯდა, რა თქმა უნდა, როგორც მისი ძმა ამტკიცებს, ჩვენ მე არ ვიცი ახლა ოჯახმა აიღო თუ ის იქ სადღაც მივიდა, თუნდაც გარკვეული თანხა, ის ამტკიცებს, რომ ჩვენი ძმის დასახსნელად ერთი ოჯახის საფასური გადავიხადეთ. ვის გადაუხადეს? ამ ქალბატონს? ეს უკვე საკითხავია, იმიტომ რომ თვითონ ეს პიროვნება იძახის, მაშინ მამა, დედა ცოცხალი იყვნენ, ესე იგი ბებია ბაბუა და ეს მამა დარბოდა ამ საკითხზე და აგვარებდა მამა. ამ ყველაფერს. მოკლედ, მამა არ აღმოჩნდა, გაირკვა, რომ ეს კაცი რო ამბობდა, რომ ჩემამდე მას სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა და ის კაცია ამ ბავშვის მამაო, რეალურად აღმოჩნდა, რომ ის კაცი არის ამ ბავშვის მამა, მაგრამ ის კაცი ვინ არის, არ ვიცით არავინ. მე მოვყვები ახლა ერთ რაღაცას, როცა გავიგე, რომ ეს ადამიანი არ იყო მამაჩემი, რა თქმა უნდა, ისევ შევეხმიანე ბიოლოგიურ დედას და ვთხოვე, როგორც შვილი, როგორც მეგობარი, როგორც ქალი ქალთან, ერთი-ერთი ვისაუბროთ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ გავიგო, გაგიგოთ, ყველანაირად გვერდში, როგორც აი სოლიდარობა, ქალური სოლიდარობა გამოგიცხადოთ. რა თქმა უნდა, პასუხი ისევ. ეს პიროვნება თუ არა, რა თქმა უნდა, მაგზავნიდა მეორე პიროვნებასთან, რომელიც თითქმის 20 წელზე მეტია, რაც გარდაცვლილია ეს პიროვნებაც, ყავს ბიჭი შვილი, მაგ პიროვნებას. ანუ ამ კაცზე ითხრა, რომ კაი, ეს მამა შენი არ არის, მაშინ ეს არის? დიახ, ესე მეუბნებო, მითხრა, რომ ეს თუ არა, ესე იგი დაფიქრდა, როცა უკვე მე კატეგორიულად მოვთხოვე მას. მამის ვინაობა და ვთხოვე, რომ მე მინდა სიმართლე, აუცილებლად უნდა ვიმოვიდე. რატომ მოგატყუეო? ეს უკვე აი ამაშია ყველა ტკივილი ჩემი და რამაც გადამადგმევინა დღეს ეს ნაბიჯი. აი ზუსტად ამ ტყუილში ვიცხოვრე და არ ვაპირებ სიცოცხლის ბოლომდე მთელი ჩემი ცხოვრება იყო ტყუილი და დღესაც სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელო ტყუილში ცხოვრება. ნამდვილად მოვიტყუр სიმართლეს, რა დროც არ უნდა გავიდეს, რა ძალისხმევაც არ დამჭირდეს, მე ვარ ყველაფრისთვის მზად და თითოეულს ვინ მოისმენს და გაიგებს, რა თქმა უნდა, ამ ჩემს ისტორიას, ყველას მოუწოდებ და ყველას ვეტყვი, რომ იყავით ძლიერები, იყავით თამამები, ჩვენ ვართ ძლიერები ის ადამიანები, რომლებიც ესე ერთი ხელის მოსმით აღარ ვიცით ვინები ვართ. ლავანდა, ეს ისტორია სადგან ვითარდა გურიაში, რომელ სოფელში ხდებოდა? დიახ, ნიგოეთში. ეს არის ნიგოეთი. და მინდა ვთქვა, დავამთავრო ბოლომდე, როცა ვუთხარი რომ და მითხრა თითქოს და ის თუ არა და აი მაგკაც უფრო გავხარ შენ. აი წარმოიდგინეთ თქვენ, მაგკაც თქვენ იცით მე რა დამემართა?
მე იმ ხელას შეურაცხყოფა ვიგრძენი იმ ხელაზე დამცირებულად ვიგრძენი მიუხედავად იმისა აღარ შევიმჩნიე და ვუთხარი ეს სიტყვები ვუთხარი კიდე არ არის ვინმე ამ ადამიანსაც რომ მივადგე და ისიც რო არ აღმოჩნდეს ნუ მომაყენებ მეც შეურაცხყოფას და საკუთარ თავს შეურაცხყოფას ჯობია მითხრა სიმართლე და ჩვენ ორს გვეცოდინება ეს ყველაფერი რამაც ამ სიტყვებმა განაპირობა გაბრაზდა გამიბრაზდა რომელსაც რამოდენიმე თვეა ჩემთან არ აქვს კომუნიკაცია მე ველოდებოდი ამდენი თვეების განმავლობაში ან მისგან ერთ ზარს ან მისგან ერთ მესიჯს რო შვილო კი მე შევწდი ესე იყო მაგრამ თუ მიმიღებ ასეთი მიმიღე თუ არ მიმიღებ და კიდე შენი გადასაწყვეტია მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა ამიტომაც გადავწყვიტე მე რომ დავიწყო ძიება რა თქმა უნდა ვინ იყო ეს პიროვნება ლავანდა ის არ უთხარი იმ კაცზე რომ იცოდი რომ უჩივლა და ტყუილად რომ მიჭდა ის თავადაც იცით ყველა მთელმა მისმა სანათესაო მიწა და იქნება არ იცოდნენ რომ იმისგან არისო ორსულად და ეხლა ყველა ახლა აი როცა დნმ ტესტი გაკეთდა და ის ადამიანი არ დადასტურდა რა თქმა უნდა მამად რა თქმა უნდა მთელმა სანათესაომ უკვე გაიგო ეხლა გაიგო და თავიდანვე იცოდა თავიდანვე როგორც მისი სანათესაო მეუბნება ჩვენ ყველას გვეგონა რომ იყავი შენ მისი შვილი ხო ამაშია საქმე შეიძლება თვითონაც შეეროდა როცა გამოვიდა ციხიდან თქვენ წარმოიდგინეთ გაერიდა გურიას და გადავიდა საცხოვრებლად თბილისში იქაც კი ვერ გაჩერდა იმ რაიონში სადაც მას ფაქტიურად დანაშაული არ ჩაუდენია ამ ქალბატონს არ შეატყე ცოტა სინანული ან რაღაცა ცოტა ისეთ დამოკიდებულება როდესაც გაიგო რომ ადამიანს რომ უჩივლა გაუპატიურება ასე და თითქოს და მისგან ორსულად იყო არა ნამდვილად არა მისგან მხოლოდ ეს სიტყვები მოდიოდა მან დამიგრია ოჯახი მან დამინგრია მან დამინგრია ოჯახი იმიტომ რომ როცა ეს ამბავი მოხდა რა თქმა უნდა დედმამამ აი ის იყო ახალგაზრდა პატარა გოგო როგორც პატარა არა ძალიან პატარა არა სრულწლოვანი 18 წლის როცა ეს ამბავი მოხდა გულისხმობდა რომ დედა მამა იყო ძალიან ამ ამბით იყო ძალიან აგრესიულად გამოხატავდნენ ამ ყველაფერს და სახლის კარიც კი თითქოს და მიუკეტეს ის სადაც იმყოფებოდა ბიძია და ბიცოლასთან რამოდენიმე ხანი მეზობლის სახლშიც კი იყო იმიტომ რომ დედმამამ უარყო რა თქმა უნდა ის ორსულობა ესე იგი გამოდის რომ ჩემი ორსულობა ხო და ამიტომაც რა თქმა უნდა მე ალბათ იძულებულიც გახდა და იცოდა შეგნებულად ის არა რომ მე მოპარული ბავშვი ვიყავი რა თქმა უნდა ნებაყოფლობით ვიყავი გაშვილებული კარგი თუ ამ ადამიანს ერთდროულად სამ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და ამ სამიდან არის ერთ-ერთი მამაშენი ორი ვიპოვეთ და გვჭა მესამე რატომ უჩივლა კონკრეტულად ამ კაცს ამ ადამიანს იმიტომ უჩივლა მე უკვე ასე ვფიქრობ და მე მგონი ეჭვებიც გამართლებს ერთ დღეს და ამაზეც ვისაუბრებ ჩვენ ასე მგონია ვიღაცა ისეთი ახლობელი არის ამ საქმეში ჩართული რომლის დიახ რა თქმა უნდა მამა რომლის აღიარებაც უჭირთ მე ასე მგონია კი არა ასე არის რომ ეს იცის მთელმა სანათესაომ და ძალიან ისეთი ოჯახის ახლობელია ეს პიროვნება ეთქობა ოჯახში ძალიან ხშირი იყო რომელზეც ეჭვსაც კი ვერ მიიტანდა სანათესაო თუ ასეთი რამე მოხდებოდა. ანუ საჭირო გახდა განტევების ვაცი, ანუ ვიღაცა გახდა საჭირო, ვისაც შეაწმინდავდნენ ხელებს და ვიზეც იტყოდნენ რომ ეს არის ბავშვის მამა და ამიტომაც ამ კაცს ასე ვთქვათ შეეტენა ეს ამბავი და ამ კაცს სხვა ალტერნატივა ამ წუთში არ არსებობს. ზუსტად იგივე, როგორც მე ვფიქრობ, ისე მესაუბრებით ახლა თქვენს,
სხვა ვარიანტები არ არსებობს, იმიტომ რომ ოჯახი იძულებული იყო ის ვიღაცა მისი სანათესაო, რა თქმა უნდა, მიემალათ და კუთხეში როგორც ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, სხვაზე ხელი შეწმენ და ნამდვილად ადვილია. ჩვენთვის ესეა, ჩვენთან სამეგრელოში ასე იტყვიან, შვაშე ლაკვატა ეფო თამალრე. ეგრე იტყვიან ჩვენთან სამეგრელოში. სხვისი ჭირიო, ღობის ჭირიო ეგრეა ნათქვამი და ამიტომ სხვაზე საუბარი უფრო ადვილია და სხვისი გაწირვა უფრო ადვილია, რა თქმა უნდა. ამიტომაც ხელი დააფარეს იმ ვიღაცა გარკვეულ პიროვნებას, რომელზეც ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ მას ყავს ოჯახი, მას ყავს შვილები და ან იცის, ან არა, უკვე იცის ჩემი მდგომარეობა ის რომ მე ცოცხალი ვარ და უკვე მოვევლინე და ვარ და როგორც იტყვიან, აი მივადექი მათ კარს. ლამანდა გეხოცები ისიც მოყევი რა მამი და ვერ გაწირავ თუ რაღაც რო თქვა. მე მითხრეს კიდე ჩვენ გვყავს დატესტილი, კიდე არის დატესტილი, რომლის დნმ პასუხსაც ველოდებით, რა თქმა უნდა, მისი სანათესაოდან, სადაც შევხედავ და იქნება ნათელი, სადაც გაირკვევა კიდე რაღაცეები და მივადგებით, იქნებ კვალს მივადგეთ, მითხრა მისმა ნათესავმა ერთ-ერთმა გოგონამ, რომელმაც აღიარა და თქვა, რომ თითქოს და მამიდას არ დაუნგრია ოჯახი. ანუ შენმა ბიოლოგიურმა დედამ არ დაუნგრია ოჯახი მამიდას. დიახ. არ ჩაეძიერა შუაში იყო მამიდა. ხო, მამიდა რატო არ გაწირა რა შუაში იყო მამიდა, მამიდის ქმარზეა საუბარი თუ რა ხდება? აქ უკვე თვითონ უფრო იციან თამო. ხო და არ ჩაეძიე? მე კი ჩავეძიე, რა თქმა უნდა, რო ჩავეძიე. მე არ ვჩერდები და მე მათაც უთხარი, რაც არ უნდა დამიждდეს, სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის, რანაირი მწარე რეალობაც არ უნდა იყოს. ანუ შენ გაქვს ეჭვი ახლა რომ მამიდის ქმართან ქონდა მას ურთიერთობა და იმიტომ რომ მისი ოჯახიდან ეს სისასტიკე არ გავრცელებული იყო და ესეთი სკანდალური ინფორმაცია არ გასულიყო, ამიტომ გაიწირა ეს კაცი. ესე გონია? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ რომ არის ძალიან ოჯახის ახლობელი ნათესავი, აი თუნდაც ვთქვათ რომ თითქოს და აი რა თქმა უნდა თუნდაც მამიდის ქმარი იყოს, თუნდაც ვიღაც მამიდის ქმარი უფრო ნათესავად არ აღიქვემა, უბრალოდ არის მამიდის მეუღლე, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ოჯახის წევრი. რა თქმა უნდა, მაგრამ არის ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თუნდაც შორეული ნათესავი. მე ვფიქრობ და თამამად შევიძლია ვისაუბრო ამაზე, რომ არის ოჯახის წევრი ნათესავი, რომელსაც ხელს დღემდე აფარებენ. მამიდას შვილები ყავს, ვისთანაც ისაუბრე შენ, ან რამე ინფორმაცია გაიგე? მე იმ პიროვნებაზე, აი ვიზეც ის პიროვნება გულისხმობდა, იმ პიროვნების შვილი არ არის, მაგრამ არის იგივე ოჯახის წევრი, რომელმაც მითხრა რომ ლავანდა მე დაგეხმარები, გვერდში დაგიდგები და ნელ-ნელა რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ეს ისეთი რაღაცა არის, მე არავინ არ მეიმედება უკვე იქით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თუ ამდენი წელი ხელს აფარებდნენ დღეს მაგრამ შეიძლება ხალხმა არ იცის ახლა როგორია ამის გავრცელება რომ მამიდის ქმართან ქონდა ძმისშვილს ურთიერთობა მისგან დაორსულდა და მერე სხვა დაიჭირეს ამის ესე საჯაროდ თქმა არ არის მარტივი და შეიძლება არც იციან ნათესავებმა რა თქმა უნდა მე არ გამოვრიცხავ არაფერს მაგრამ ფაქტია ის რომ ის ადამიანი რომელიც იყო ნათქვამი თითქოს და მამაჩემი იყო ის პიროვნება არ აღმოჩნდა მამაჩემი გასაგებია და ამაშია ყველაზე და რო ვთხოვე მას ეთქვა იქ უკვე იყო ნათელი რო იყო ოჯახის წევრი სადაც ვერ აღიარა ჩემთან და ვერ საუბრობს ამ თემაზე სოფელ ნიგოეთში თუ არის ახლა ვინმე ვინც გვიყურებს იქნებ ანონიმურად მოგვაწოდოს ინფორმაცია რომ როგორღაც რაღაცნაირად ყველაზე გავიდეთ
შეიძლება არც იციან სოფელში ეს ამბავი ხვდები. არა, თვითონ მამა ვინ არის ეს არ იციან, თორე ეს ისტორია ეცოდინება თავისთავად. მამაც, აი ეს კაციც რომელიც დაიჭირეს, ისიც ნიგოეთიდან არის, ორივე ნიგოეთიდან. არის ლანჩხუთიდან, გურიიდან არის ის პიროვნებაც. რა თქმა უნდა იციან, თელმა გურიამ იცოდა, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა ეს და ამ საქმეზე იყო დაკავებული და ეს პიროვნება ციხიდან რო გამოიყვანა მისმა ოჯახმა, რა თქმა უნდა დაატოვა გურია და გადასახლდა თბილისში. ხო. ნუ ფაქტი არის ერთი რასაც ვუყურებთ და რაზეც შევთანხმდით, ის რომ ნუ ცხადია. და ეს ახლა ჩვენი ილუზია და ჩვენი ვერსია არ არის, რომ ვიღაცისგან იყო ორსულად დედა, ვისი გამჟღავნებაც არ შეიძლებოდა არავითარ შემთხვევაში და ამის გამო მოხდა სხვა ადამიანის გაწირვა თითქოს და ის იყო მამა და ამ ხალხს ეგონა 2026 წლამდე, რომ ეს სიმართლე არ გამჟღავნდებოდა, მაგრამ ლავადამ გაიკეტა გენეტიკური ტესტი და ამხილა საიდუმლოს ფარდა ახადა. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გველოდება კიდე საინტერესო რა. ნამდვილად. მე ისთვისაც მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და უკან დახევა. მადლობა უფალს, ამ სიძლიერისთვის, ამ ადამიანისთვის, ამ ყველაფრისთვის, ამ გამბედაობისთვის, რისთვისაც დღემდე ვიბძვით და ვიბრძოლე ბოლომდე. რა ვიცი, ვნახოთ რა იქნება. როგორ იქნება მე მაინც კი არა და ზუსტად ვიცი რომ ჩვენ სიმართლეს აუცილებლად გავარკვევთ ერთადერთი ჩვენ გვყავს ახლა გასატესტი დედის მამიდის ქმრის სანათესაო ხო დიახ არის ერთი დატესტილი რომელიც უკვე ჩაშვებულია ლაბორატორიაში და დღითი დღე ველოდებით მის პასუხს, იმიტომ რომ დაიგვიანა არის ძალიან ბევრი დნმ ტესტი, რა თქმა უნდა, ძალიან აგვიანებს პასუხები სამწუხაროდ. ველოდებით პასუხს და აქ მინდა კიდე ერთ რამეზე ვისაუბროთ თან. ჩემს ანცესტრიში ამოვიდა ისევ მეორე ხარისხის ბიძაშვილი, მაგრამ ამ ოჯახმა არ იცის, პირდაპირ მიწერს სეკუნდო გრადო მეორე ხარისხის ბიძაშვილი. ხო? ჩვენ იმ გოგოს სანათესაოც დავტესტეთ. ამ გოგოს დედმამა არის დაღუპული და ამ გოგოს მამა სამწუხაროდ აღმოჩნდა გარდაცვლილი. ხო? და თვითონ ეს გოგო არის ცხოვრობს ფოთში, ურეკში, კერძოდ და ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ამ ეტაპზე, რომელსაც სურს რა თქმა უნდა მეც დამეხმაროს და თვითონაც სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ მან არ იცის მამის ბიოლოგიური ოჯახი. და რა თქმა უნდა რატო არ იცის? აყვანილია? დიახ, მამა ყოფილა აყვანილი. მამა ყოფილა ნაშვილები. აი იმედეთ. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე რა კი მამა გარდაცვლილია და მამის ბიოლოგიური ოჯახი არ ვიცით. მისი დახმარებით მოვახდინე დედის მხარე დაგვეტესტა. ხო. რა თქმა უნდა, ისიც გაგზავნილია, ის დნმ-ის ტესტები და იმედია ახლო მომავალში რა თქმა უნდა იქნება სიახლეები. თქვენთან ერთად, თქვენის დახმარებით მე თქვენი იმედით ვიბრძვი ბოლომდე. თქვენი დამსახურება არის ჯგუფი ვეძების უანგაროდ ადამიანურად თქვენი დიდი ამაგი არის ამ ჩემს ცხოვრებაში. მე თქვენ რომ არა მარტო ვერაფერს ვერ გავხდები. და მე მადლობას გიხდით. აი ყალბზე მაქვს თმებიდან ბურძგლავს კიდევაც თქვენ რომ არა არ ვიცი მართლა ვერ ვიტყვი ვერაფერს და მადლობას რისთვისაც მადლობას გიხდით თელს გულს უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით, დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, ჩემს მონატრებულ საქართველოს, ჩემს საყვარელ სამშობლოს თქვენი ეთერით მოვიკითხავ. მუდამ მზიან საქართველოს, ძალიან მონატრებულს. მადლობა თქვენ ამ დაფასებისთვის, ამ ყურადღებისთვის და ამ პატივისცემისთვის. დიდი მადლობა თელს გულს. დროებით. დაგემშვიდობებით. დროებით, კარგად ზამბებოდეთ. კარგად. თქვენს დაგემშვიდობებით ერთი კვირით, მადლობა ყურადღებისთვის.